ეკა ბესელიას ჩექმები ძალიან ცნობილია, კლასიკაა პრინციპში, ის თეთრი ჩექმები, მახრჩობელა ჩექმები და დაურეკო და უთხრათო ინტერნეტში ვნახე და ეს ჩექმები გაიყიდა თუ არა, იმიტომ ყიდვა მინდა. ვის რა ჭირათულა ბიჭო ეკა ბესელიას ჩექმები? ვურეკავთ ეკა ბესელიას და ის ცნობილი ჩექმები ვნახეთ ინტერნეტში რომ ყიდის და იქნება თუ არა გაყიდული ვიყიდით. ალო? ეკა მინდოდა? მე ვარ. კალბატონო ეკა, გამარჯობათ, ინტერნეტში ვნახეთ თქვენი განცხადება ჩექმებს რო ყიდით, თეთრ ჩექმებს და თუ არ არის გაყიდული, სად შეიძლება რომ ვიყიდით, შევიდეთ. ჩექმები ისეთი განსაკუთრებულია, ой, ჩემი ბესელკები და ხმაზეც გიცანით პარტნიორი. იმიტომ გიზარდა სუყიდულობ ხოლმე ეკა როგორ ახარ ეკა? ეკა ეხა ჩემი ნაჭუკარი ჩექმებიაცია. ხარს მაგას როგორ შეველები. მაშინ ის ბეწვიანი მაით მოსაცმელი რო. აი, ჩატანა წამყვანსო და ის თეთრი ბეწვიანი მოსაცმელი მაით მოგცესო. აი, მაგასე ვიფიქრე. ეკონკულაკი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი მაგას. ესეც ბავშვია. ესეც ბავშვია, სადაც საყვარელი ბავშვი გიზის მადრეცი. გაწეწილითვით. თუ ძალიან უყარო იმ ჩექმებს დამითმობს. საყვარელია, კი. თუ ძალიან უყარო რომ ჩექმებს დამითმობსო. ჩექმებს ვერ დაუთმობ ფერავის. თან ერთი ზომა გვაქვს ფეხი 42. თუ მომერგება მაჩუკოს. როგორც ნიკამელია მითხრა, მისი ბოროტი ხუმრობა იყო ეს, მაგრამ ერთი ხუმრობით რომ ესეთი პოპულარული გახდა ჩექმები რა სამო მაგას როგორ შეველები. ესე იგი ის არის ისტორია ეგ ჩექმები ესე იგი. ისტორია, ძალიან საყვარელი. ეკა მადლობა რომ გვიპასუხე და მადლობა რომ ავყევი ხუმრობაში. რა თქმა უნდა. ნახვამდის, გადაცემაში იმედია გვესტუმრებით. კი, დავგეგმოთ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის. ცოტა ჩექმებით მოვა, კარგი. ჩექმები. იმ ჩექმებს აუცილებლად მოვატანიებ.